ჯამში აი ასეთი სახით წარმოვადგინოთ. გავიტანოთ ეხარისხად x-ი, x-ი გამოვიტანოთ x პლუს 2. აბა აი ეს არ იქნება ახალგაზრდებო f'(x). დიახ, იქნება. ახლა ვხაზავთ ჩვენ -10. -10 არის აი აქ. 10 არის აი აქ. -2. აი ეს არის Нашла ты? აი ეს არის -2. აი ეს წერტილი. და მერე მოდის აქან 0. აგერ ეს წერტილი. მაშა სადამე ჩვენი ფუნქცია ცხოვრობს აქედან აქამდე, აქედან აქამდე, აქედან აქამდე. გასაგებია რომ აქ პლუსია, აქ მინუსია, აქ პლუსია. გათავდა წერტ პასუხს. -10-დან -2-მდე აი აქ ზრდადია. 0-დან 10-მდე აი აქაც ზრდადია. კიდე გიმეოროთ ესეთი სისულელი არ დაწეროთ, გაერთიანებაში ზდადი არ არის ისწორი. აქ ზდადია, აქ ზდადია. ხოლო -2-დან ისეთ აი აქ უნდა ჩაიკეტოს ეს. -10-დან -2-მდე ზდადია, 0-დან 10-მდე ზდადია. ხოლო -2-დან 0-მდე კლებადია. მორჩა. აი, ეს არის პასუხი ახალგაზრდებო ამ ამოცანას. გაუგებარი არა მე მითხარით, აბა? არა, გასაგებია ყველაფერი. გათავთ. ეხლა ეს ამოცანა განვიხილეთ და ახლა დავწეროთ შემდეგი. ამას ახლა მე ვშლი და გავწეროთ x ექსტრემუმი. ახლა ექსტრემუმის გამოკვლევაზე გადავდივართ ჩვენ. ბატონო გიორგი, ეს ახალი თემაა? ახალი თემაა, ახალია. და დღეს უნდა ჩავიწეროთ ექსტრემუმი, სწორედ. ექსტრემუმი ნიშნავს მაქსიმუმს მინიმუმს. მაქსიმუმი მინიმუმი. ექსტრემუმი ნიშნავს მაქსიმუმი მინიმუმი. გასაგებია? აი ეს არის ეხლა დავწეროთ. მოცემულია y უდრის f(x) ფუნქცია.
რომელიც ყველა x-ი ეკუთვნის df-ი განსაზღვრის არის ის, რომელიც ყველა x-ში წარმოებადია. ყველა x-ში წარმოებადია. იმ x0 წერტილს რომლისთვისაც f'(x0) უდრის 0-ს. იმ x0 წერტილს რომლისთვისაც f'(x0) უდრის 0-ს ეწოდება სტაციონალური წერტილი. ბატონო გიორგი, დაგვიანებით შემოვედი და ჩემი სახელი ამოიკითხეთ, ხო? თქვენი გვარი? ცარციძე. ხო, ამოვიკითხე, მაგრამ მოქვია, როცა დამთავრდა ლექცია, მაინც შემოწერენ და ხა ვერ დავუბრუნდები. კი ბატონო. ესე იგი, y არის f-ის ფუნქცია, რომელიც ყოველ x-ულ წერტილში წარმოებადია. იმ x-ულ წერტილს, სადაც f'(x0) უდრის 0-ს, ეწოდება სტაციონალური წერტილი. დიახ. ახლა დავწეროთ გეომეტრიულად რა არის ეს სტაციონალური წერტილი. ახლა შეიწერეთ ახლა ყველაფერი და ახლა ნახაზი უნდა დავხატო. აი, სტაციონალური წერტილის გეომეტრიული არსი.
ეხლა დაწერე y უდრის fx ფუნქციის სტაციონალური წერტილებია x1 x2 x3 და x4 რადგან დაწერე რადგან f შტრიხ x k ყველგან 0-ის ტოლია k 1 2 3 და 4 აი სტაციონალური წერტილები რას ნიშნავს თურმე გავიგეთ ერთმანეთში არაურიოდ სტაციონალური წერტილი და მერე ცოტა ხნის მერე ჩვენ ვიტყვით ექსტრემუმის წერტილი მაქსიმუმის და მინიმუმის ის სხვა რამეა სტაციონალური წერტილი არის რომ აი ამ წერტილში გატარებული ხები პარალელური უნდა იყოს x-თან ღერძის მე მგონი გავიგეთ და ამ წერტილებს როგორ ვადგენთ ახლა როგორ მპოულობთ ხო გასაგები ახლა დაწერე აი ახლა სწორედ ამას დაწერე A-60 ამას ვშლი A-60 ახალგაზრდებო ახლა ცოტა ხანში გაითიშება ზუმი და ვაცხადებ შესვენებას 10 წუთით A-60 ბატონ გიორგი ბოდიშს გიხდით ქვიან შემოვედი და აღრიცხვის კი მე როგორ შემოხვალთ მე აღვადგენთ მე იმას A-60 დაწერე y უდრის მოდიება ასეთი იყოს x კუბს x-ი ეკუთვნის -2-დან 2-მდე. ეს არის ვიპოვოთ ამ ფუნქციის სტაციონალური წერტილი. რა უნდა გავაკეთოთ? y' უდრის 3x კვადრატს y' უდრის 0-ს 3x კვადრატი უდრის 0-ს x უდრის 0-ს აჰა ესე იგი x უდრის 0 არის სტაციონალური წერტილი ბატონო გიორგი x' 0-ს რატო უდრის მოითვინე ვერ გავიგებდი x' 0-ს რატო უდრის აბა შეხედე სტაციონალური წერტილი როგორ გავმარტეთ ჩვენ f'(x) უდრის 0-ს აი ამ განტოლების ამუნახსნია x კუბს ახლა გრაფიკს თუ ააგებთ x კუბის გრაფიკი არის ასეთი ესე იგი აი აქ გრაფიკისადმი გატარებული მხები აი ეს მხები არის პარალელური x-თა ღერძის. აი ეს არის სტაციონალური წერტილი x კუბისათვის. მე მგონი გავიგეთ. დიახ. ერთი კიდე რო გავაკეთოთ ცოტა სხვანაირი. გავაკეთოთ. ამას ვშლი.
ამოცანა. მოდი y უდრის იყოს fx და fx იყოს კოსინუს კვადრატული ფუნქცია. x. და y მოდი ავიღოთ მინუს π ნახევარი ინტერვალი. მაშინ ვიპოვოთ ამ ფუნქციის სტაციონალური წერტილი რა უნდა ვქნათ? f'(x) კოსინუს რო გავაწარმოებთ, რას მივიღებთ? მინუს სინუს x. მინუს x. Sinus x minus sinus x უდრის 0-ს. ესე იგი sinus x არის 0-ის ტოლი და x გამოვა მაშინ 0. აჰა, ახლა რა მივიღეთ? წერტილი x უდრის 0 არის ამ ფუნქციის სტაციონალური წერტილი. მოდი ნახოთ ნახაზი. ბატონო გიორგი, სინუს x თუ 0-ს უდრის x როგორ გამოვიდა 0? სინუს x თუ 0-ის ტოლია, x სხვა გზა არა აქვს, 0 უნდა იყოს, იმიტომ რომ x არის მინუს π ნახევრიდან π ნახევარ შუალედში და ამ შუალედში მხოლოდ x უდრის 0-ია. კი ბატონო. კი ბატონო გასაგები. ამულებს. აი მოდი ვნახოთ ახლა ეს ნახაზი. ეს არის y. აი ეს არის x. აქ არის ერთიანი. აქ არის -1. კოსინუს x აი აქ არის მინუს π ნახევარი აქა აი აქ არის ეშენი π ნახევარი ისენი გრაფიკი y უდრის კოსინუს x-ის გრაფიკი აქ არის. მაშინ სად ხდება წარმოებული 0? რა თქმა უნდა, მხოლოდ 0-ში. აი ეს არის ხები პარალელური აბსცისთა ღერძის. აი ეს არის ახალგაზრდებო სტაციონალური წერტილი, აი როგორ ვიპოვეთ ამ ფუნქციისათვის. გავიგეთ? ბატონო გიორგი, თუ შეიძლება კვადრატული ფუნქციის მაგალითის დაწესება. მაგალითად, როგორ? კვადრატული ფუნქციის გრაფიკიც რო დავწეროთ თუ შეიძლება. აი დავხაზოთ კვადრატული, დავხაზოთ თუ გინდა. შემდეგი ამოცანა. მოდი იყოს ასეთი. y იყოს minus x კვადრატს პლუს 25 განსაზღვრის არე dy ავიღოთ
-5-დან 5-მდე. ვიპოვოთ ახლა ამ ფუნქციის სტაციონალური წერტილები. რა უნდა ახლა მას? y' ეს არის -2x, -2x უნდა გავუტოლოთ 0-ს, მაშინ x უდრის 0-ს. ახლა გრაფიკი დავხატოთ ახლა და ყველაფერი ნათელი გახდება. ას x კვადრატი როგორ გახდა 2x? ამას რო გააწარმოება, ეს არის თებაკაცო -2x ეს 0-ია. აი აქ არის 2 და 5. აი აქ არის ეს 5-იანი. აქ -5. აი აქ არის 5-იანი. მაშ რა თქმა უნდა უცები ახლა აქ არ გამომერთოს ზომი აი ეს 0 იქნება სტაციონალური წერტილი იმიტომ რომ მან გავლებული მხები პარალელურია x და ღერძის გავიგეთ ერთი კითხვა მოხდა შეიძლება ბრძანეთ ანუ იქ -2x უდრის 0-ს რაც არ უნდა ეწეროს ყოველთვის 0-ს უნდა გავუტოლოთ უნდა გააწარმოო კაცო აბა ეს არის უშანგითორდია რა ხო დიახ ხო აბა მომისმინე ახლა ერთით აბა მითხარ პირველი ამოცანის პასუხი რა იქნება ერთი წუთით ახლავე გადავშალო პირველი ამოცანის პასუხი იქნება მინუს უსასრულობიდან მინუს 0-მდე არის მზარდი მინუს 2-დან 0-მდე არის და მე ისა 0-დან პლუს უსასრულობამდე არის მზარდი კიდევ გაერთიანებაზე გაერთიანება არის -2-დან 0-მდე ხო კაი შევიტანთ ეს თორდიას უშანგითორდია კი ბატონო გავძალოთ აკითხა თუ აღარაა საჭირო კი ბატონო всё კაი აბა კიდე ვინ არის ეს საქმე ვინ შევიტანო იმაში აიც ბატონო გიორგი მას ან შემოვედი გვარი სევაკ გაბრიელიანა რა დიახ ხო დავალება გაქვს დავალებაც მაქვს დიახ აბა წაი მანახე აი ისა გათიშეთ თქვენი ეკრანი რომ ეკრანზე გაჩვენოთ ხო მოიცადე აბა თუ ჩანს კი გაბრიელიან სევაკ არის და კიდევ ლუკას არტისზე შემოვედი გვიან. ხო მოიცადე. ხო, კაი. ცარციძე ლუკა დავალება მანახე. დავალება თან არ მაქვს სამწუხაროდ. აჰა, კაი. ცარციძე ლუკა. ცარციძე ლუკა, კი ბატონო. კაი, აბა ჩვენი გავაგრძელოთ ხო გავაგრძელოთ. ავარგო ჩვენ ბატონო გიორგი სანამ გათიშულიყო თქვენ ამბობდით აი იგრეჭტრეში არ მესის ხომალდა ბატონო სანამ ზუმი გათიშულიყო იგრეჭტრეში რატომოდრიდან ორ მაგის თმა საპირეო და ვერ ამოასწავით ვერ გავიგე ბიჭო. უჩა მიკროფონი გაქვს ჩართული.
რა კითხვა გაქვთ, რა გინდათ გამოგებინეთ? ბატონო გიორგი, x ხო. y შტრიხი 0-ს რატო უდრისო? მაგ კითხვა იყო და პასუხს სცემდით და გაითიშა ზუმი და დავასრულოთ თუ შეიძლება. ანუ ეგ y შტრიხი ყოველთვის 0-ს უნდა გავუტოვოთ? სტაციონალური წერტილის საპოვნელად y შტრიხი უდრის f შტრიხ x ეს უნდა გავუტოლოთ 0-ს. სტაციონალური წერტილი ამას ნიშნავს. всё. ეხლა ბატონო გიორგი, წინაზე ვერ ჩავერთ ინტერნეტის პრობლემა მქონდა და დავალებაც მოგდა თუ გნებავთ განახებთ. გვარი თქვენი გვარი? მაია წერეთელი. წერეთელი მაია. აბა განახეთ დავალება. ეხლა ვერ. ჩანს. შემოხედე დავალება. კაი, წერეთელი მაიას დავალება აქვს. კი ბატონო. კაი. კაი. ახლა მოდი ეს გავაგრძელოთ. წეროთ. მოცემული გვაქვს ფუნქცია y უდრის fx. x0 წერტილი ეს არის განსაზღვრის არის წერტილი df. მოცემული გვაქვს ფუნქცია y უდრის fx და x0 ეკუთვნის df-ს. x0-ს ეწოდება ლოკალური მაქსიმუმის წერტილი თუ fx0 მეტი არის ამ ტოლი fx-ზე ყველა x-ი ეკუთვნის x0 მინუს epsilon x0 პლუს epsilon შუა ლედიდან. x0-ს ეწოდება ლოკალური მაქსიმუმის წერტილი თუ fx0 მეტი ან ტოლი fx-ზე ყველა x-ისთვის x0 მინუს epsilon x0 პლუს epsilon შუა ლედიდან. ეს ახლა ჩავიწერო და გეომეტრიულად უნდა ნახაზი უნდა დავწეროთ გეომეტრიულად. ეს ჩავიწერეთ? ახლა ეს რას ნიშნავს გეომეტრიულად?
ესე იგი fx0 არის ლოკალური მაქსიმუმი. ეს შევიწერეთ? ვშლი ამას. ერთი წუთი. ახლა ლოკალური მინიმუმი. რა არის ლოკალური მინიმუმის წერტილი? ნახაზზე ვეგეთყვი. fx0 ნაკლები ამტოლი fx-ზე ყველა x-ისთვის აი ეს არის ლოკალური მინიმუმის წერტილი. ანუ ყველაზე დაბალ მნიშვნელობას სადაც მინდა. სწორია, დაბალ მნიშვნელობას ეს არის ლოკალური მინიმუმი. ის იყო მაღალ მნიშვნელობას დებულობდა. დიახ. და ეს შეიძლება თქო შლი ამას მე. და უკაცრავად ეფსილონი ასწამოადგენს. ეფსილონი არის არსებობს ასეთი შუალედი. არსებობს ასეთი ეფსილონი არის რიცხვი 0-ზე მეტი. ისეთი რომ fx0 ნაკლები fx-ზე ყველა x-ისთვის ამშორებდა. და აი ახლა ჩაიწერეთ უმთავრესი თეორემა. თეორემა x0 ლოკალური ექსტრემუმის წერტილია მაშინ x0 სტაციონალური წერტილია. აი ეს არის ჰერმას თეორემა. ჰერმა. აი ჰერმას თეორემა არის ასეთი რომ თუ x-ი არის ლოკალური ექსტრემუმის წერტილი, მაშინ x0 არის აუცილებლად სტაციონალური წერტილი. გასაგებია? აი ეს არის ხო ნახაზიდანაც ჩანს რა დიდი თეორია. აი ახლა ნახაზზე უყურე. თუ კი ეს არის მაქსიმუმის წერტილი,
მაშინ იქ მხები აუცილებლად პარალელურია. ერთი კითხვა მაქვს. ძანა? ანუ შეიძლება ერთ გრაფიკზე რამდენიმე სტაციონალური წერტილი იყოს? კი, როგორ არ შეიძლება, კაცო, კი. კი, როგორ არ შეიძლება, აი. ეს ხომ ეს უკვე დავხატე, კაცო, ეგეთი მე. აი. ეგეთი ხომ მე უკვე დავხატე, აი. აი ეს წერტილი სტაციონალური წერტილია ეს x1. აი ეს წერტილიც x2 ესეც სტაციონალურია. აი ესეც სტაციონალურია. ეს არის ლოკალური მინიმუმის წერტილი, ეს არის ანუ უბრალოდ ეს კი არა, აი ეს, აი ლოკალური მინიმუმი. ეს არის ლოკალური მაქსიმუმი. აქ x1-ში არ არის. x1-ში არ არის ლოკალური ექსტრემუმი. x1-ში არ არის ლოკალური ექსტრემუმი. დიახ. აი ასეთი ამოცანები, ასეთი საკითხები დღეს უნდა გავარჩიო. ეხლა წერეთ ეხლა ვწეროთ შემდეგი ამოცანა. მოცემულია y უდრის იყოს ასეთი x ხუთს პლუს x კვადრატი მინუს 5. მინუს 5x. მინუს 1-დან 10-მდე. ვიპოვოთ სტაციონალური წერტილები. აბა, გააკეთეთ და ეს თქვენი გააკეთეთ. y' უდრის 3x კვადრატს. 3x კვადრატს პლუს 2x პლუს 2x მინუს 5. ეს უნდა გავუტოლო 0-ს. დიახ. აქედან
დისკრიმინანტი უდრის 4 პლუს 60 უდრის 64 x-ი უდრის -2 პლუს -8 შეფარდებული 6-თან x პირველი -8-ს -2-ს იქნება -10 მეექვსედი ეს არ ეკუთვნის 1-დან 10-მდე ასე არ არის აჰა x მეორე 1/2 პლუს 8 შეფარდებული 6-თან უდრის 6 ეს ეკუთვნის -1-დან 10-მდე პასუხი x2 უდრის 1-ს აი ეს არის სტაციონალური წერტილი ახალგაზრდა საჭირო არ არის აქ არ არის საჭირო მუხისი გასაგებია აბა კიდევ ერთ ამოცანას მოგცემთ მე თქვენ ამოცანა აი y უდრის fx და იყოს ეს x ups პლუს 5x კვადრატი მინუს x პლუს 5x კვადრატი მინუს 13x-ი და განსაზღვრის არე df-ი არის 20 აბა ვიპოვოთ სტაციონალური წერტილები აბა გააკეთეთ ამ თქვენისა არც ერთი არ არის ბატონო გიორგი, არ ეკუთვნის ვაფშე. გესმით ბატონო გიორგი? გასულია. აუ წინა ამოცანა რო დაწერა ის სურათი ჩააკეთ რა ჯგუფში.
ეს ანტიბიოტიკი მოდი დღეს არ დავლებო და ხვალ დავლებო. აბა დავწეროთ f'(x) სამი x კვადრატს პლუს 10x მინუს 13. აი ეს უდრის ნულს. მართალია? აქედან ახლა დროს უნდა მახარჯინებთ, რომ x1 რა თქმა უნდა ერთის ტოლია. 3-ს დამატებულია. ხოლო x2 მინუს 13 მესამედი. მაგრამ ერთიანი არ ეკუთვნის 20-50 მინუს 13 მესამედი არ ეკუთვნის 20-50 ესე იგი y უდრის fx არ აქვს სტაციონალური წერტილები. აი ესა ახალგაზრდებო, ესა მოცანა. ამ ფუნქციას არ აქვს სტაციონალური წერტილები. მე მგონი გავიგეთ. აბა ბძანეთ ახლა შეკითხვები თუ გაქვთ. რა არის გაუგებარი? ბატონო. ხო, ნანუ კი რა გითხრა, ნუ კი რა. ქვია იმ კოვიდი ხო იცი მე და რომ დამილასტურდა და ის არა ქვია, ხო. კი, სენ ლელა მელაპარაკა დღეს, და მელაპარაკა. ხო, მელაპარაკა. ხო. მაგრამ ეს ჩვენ ხო ვიცი, ჩვენ მაინც მეცადინეობებს არ ვწყვეტავთ ერთი წუთითაც. ამიგე? ხო. კაი, შენ შემოგვიყვე ლექციანი ხო. მადლობა. კაი. ოშუბო გასაგებია ესა? დიახ, გასაგებია. კარგი. ეხლა ჩავიწეროთ დავალება. ხო, ახალგაზრდა. ახლა დავალება ჩავიწეროთ და
როგორც კი დამთავრდება ეს ასე თქვა სწავლება. უცემულია ფუნქცია. პირველი. y უდრის x კვადრატს პლუს 3 kx პლუს 5. განსაზღვრის არე dy y არის -10-დან 10-მდე. ვიპოვოთ k პარამეტრის ყველა ნიშნულობა, რომ y-ს არ ჰქონდეს სტაციონალური წერტილი. ჩაიწერეთ აბა. აი ეს არის პირველი ამოცანა. ჩაიწერეთ? დიახ, ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი, ამის მითითებაც რომ მოგწევთ, თუ შეიძლება რაღაც მერტულა. თუმცა ვერ გავიგეთ, სულ ხმამაღლა. ამის მითითებაც რომ მოგწევთ, ბატონო გიორგი, რაღაც მერტულასავით. არ მეცვის ბიჭო. მინიშნება რომ მოგწევთ. მინიშნება რომ მოგწევთ. არა. დღეს დაღეჭილი გვაქვს ეს ამოცანა. ეს სულ ადვილი ამოცანა. დღეს ეს მილიონჯერ გავაკეთეთ. აბა მეორე.
მორჩა ბატონო გიორგი? არა. აი მეორე ამოცანა. Y მეორე ამოცანა. Y უდრის fx უდრის x კვადრატს მინუს 5 2x dy არის მინუს 1 ასეთი ინტერვალი. იპოვეთ სტაციონალური წერტილები. აი ეს ორი ამოცანა. ვიპოვოთ მორჩა ბატონო გიორგი? დიახ. აჰა. კარგით, ახალგაზრდებო. შეკითხებით თუ არა გაქვთ, ამით დავამთავრებთ. მე მაქვს ერთი შეკითხვა. ჯანეთ? ნეპერის რიცხვის გაწარმოებული იგივე იქნება? კაცო. საოცარი ეს პირველად ვაწარმოებთ იმას e ხარისხად fx-ი აი ეს ამის წარმოებული ეს არის e ხარისხად fx-ი გამრავლებული f'(x) ეს არის ფორმულა. მადლობა. Right. აბა ამით დღეს დავამთავროთ. ნახვამდის. ნახვამდის ბატონო გიორგი. მალე გამოჯავშელება. მალე გამოჯავშელება. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის.